ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებული მოვლენები ხდება და მე გვიშინ არ ჩავატარე სპეციალურად გადაცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა მეტი ინფორმაცია მიმეღო, კარგად გამეანალიზებინა, თითქმის მთელი ღამე ამას ვაკეთებდი. მომენტალურად ხდება სიტუაციების გარკვევა. მოდი დავიწყოთ ჩვენ იმ მთავარი რამით, რაც მოხდა და თანდათანობით მივიდეთ იქამდე, რაც დღეისთვის არის ცნობილი. მოხდა რა? მოხდა ის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ქვეყანამ ჩაატარა სამხედრო ოპერაცია, მართალია წერტილოვანი ოპერაცია, არა საომარი მოქმედება, თუმცა მობილიზებული იყო უზარმაზარი ძალები, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუმცა ოპერაცია განახორციელა მცირერიცხოვანმა სპეცდანიშნულების ძალიან ცნობილმა რაზმმა, რომელსაც დელტა ქვია სახელად და ეს ოპერაცია პირველი არ არის, თუმცა პირველია ასეთი ყველაზე წარმატებულ ოპერაციებს შორის. პირველი ასეთი ოპერაცია განხორციელდა კუბის მიმართ საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ საშინლად წარუმატებელი იყო. მეორე ოპერაცია განხორციელდა ირანში და ისიც ძალიან წარუმატებელი იყო. შემდეგი ოპერაცია განხორციელდა 1999 წელი იყო, ზუსტად მახსოვს, როცა ამერიკელები პანამაში შევიდნენ და მაგრამ ნორეიგა, მაშინდელი პრეზიდენტი, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობას და ბევრ სხვა რამეს აბრალებდა, ორი კვირა ვერ აღმოაჩინეს. და შემდეგ დაიჭირეს, ციხეში იყო ერთი ბადა, მერე იქეთ ევროპაში გადასცეს, მერე უკან დაიბრუნეს, მოკლედ მერე იყო ერაყი და 9 თვე დასჭირდათ, რომ სადამ ჰუსეინის რომ იტყვიან ადგილსამყოფელს ისე მიეგნოთ, რომ იმ გზით მოესწრაფათ მისთვის სიცოცხლე, როგორც იყო. ეს კი საოცრად წარმატებით გამოვიდა, მაგრამ აშკარად, რასაც ამბობენ, არის ის, რომ მადუროს უახლოეს გარემოცვაში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტი. მე ახლა საუბრობ ფაქტებზე ჯერჯერობით. კარგი იყო მადურო, ვენესუელა კარგი ქვეყანა იყო, ცუდი ქვეყანა იყო, ეს სხვა საქმეა. ფაქტი ის არის, რომ მოხდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებში შეჭრა ყოველგვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, უშიშროების საბჭოს თუ ვიღაცების ნებართვით ან რომ იტყვიან ინფორმირების და ნებართვის მიღების შემდეგ, არამედ თვით საკუთარი სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებიც კი ინფორმირებული იქნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყო ოპერაცია. გასაკვირი ის არის, მე პირველივე საათზე ამ ოპერაციის დაწყებიდან დავწერე, რომ გასაკვირი ის არის, რომ ერთი საჰაერო გასროლაც კი არ მომხდარა თქო. მადუროს იცავდა კუბელი სპეცრაზმელები, საკმაოდ დიდი დაცვა ყავდა, იქაც საკმაოდ იოლად შეიჭრნენ რეზიდენციაში, როგორც გახდა ცნობილი, დენი გათიშვილი იყო მთელ კარაკასში, გამოიყვანეს მწყობრიდან საჰაერო წინააღმდეგობის დანადგარები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსებს რაღაც იარაღი ჰქონდათ იქ შეტანილი, რუსებს ლუკოილის სახით იქ მილიარდები აქვს ჩადებული, კოლოსალური მარაგებია ვენესუელაში, ასევე მილიარდები აქვს ჩადებული ჩინეთსაც, მაგრამ ეს არის დასავლეთი ნახევარსფერო და
ამ ოპერაციას ფაქტიურად ღიად ამერიკელები ამზადებდნენ თვეების განმავლობაში, როგორც დღეს ტრამპმა თქვა თავის დიდ გამოსვლაში, მე თავიდან ბოლომდე ვუსმინე მასთან ერთად გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მდივანი, გაერთიანებული შტაბების მეთაური და ასე შემდეგ, ეს დიდი ხანი მზადდებოდა. გასაგებია, როცა ასეთი ოპერაცია მზადდება, შეუძლებელია სპეცსამსახურებმა, მით უმეტეს დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებმა რაიმე ინფორმაცია ირიბი გზით არ მიიღო. მაგრამ მოვლენები სრულიად მოულოდნელად განვითარდა და როგორც ჩანს, აქ ბევრი რამ გარკვეული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც შეერთებულ შტატებს ღიად აქვს გაცხადებული. ნახევარსფერო მონროს დოქტრინის შესაბამისად მთლიანად ამერიკული გავლენის იქნება, ასეა ყოველ შემთხვევაში მონროს დოქტრინი, ეს ჯერ კიდევ რამდენია საუკუნის წინანდელია 21 საუკუნეზე ეს დოქტრინა და რა იქნება ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი გადასახედიდან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ტრამპმა გააკეთა განცხადება, სანამ ეს დიდი შეხვედრა მოხდებოდა, რომ მექსიკაც ასე კარტელების მიერ იმართება და ფაქტობრივად ეს მინიშნება. როგორც ამერიკელი ცნობილი მემომხილველები წერენ, მთელი ეს სცენარი, რომელიც აგებულია ნარკოტრაფიკზე და შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების შეტანაზე, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებში კოლოსალური რაოდენობის ნარკოტიკები შედის, მაგრამ ვენესუელა არ არის მთავარი რომ იტყვიან ტრანსპორტირების ქვეყანა, რადგან სხვა სქემებია ცნობილი, მაგრამ როცა პოლიტიკა სჭირდება, ყოველთვის შეიძლება ასეთი განწყობები შეიქმნას. ღია ტექსტით შეერთებული შტატები საუბრობს იმაზე, იმ რესურსებზე, რომლის ინფრასტრუქტურა მთლიანად ამერიკული ფულით იქნა მოწყობილი, რომ ისინი იბრუნებენ საკუთარს, ძნელია ლოგიკაში გახვე ამერიკის პრეზიდენტს, მაგრამ თავისთავად ფაქტია, რომ რესურსები აქ იყო არა მხოლოდ დომინირებული, არამედ პარალელურად დომინირებული საკითხი საერთო პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ გავლენებთან ერთად და იმ პროგრამის რეალიზაციასთან ერთად, რომელიც გაცხადებული იქნა ამერიკის პრეზიდენტის მიერ მეორად არჩევის შემდეგ. შემთხვევითი არ არის კანადის 51 შტატად ჯერ დეკლარირება ამისა გრენლანდიის შესახებ და მე ვფიქრობ, რომ გრენლანდიას ვერაფერი ვერ დაიცავს იმისგან, რომ ამერიკელებმა არ წაიღონ და აქ მოხდება ყველაზე მთავარი მოვლენა გრენლანდიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ გრენლანდია შედის ნატოს წევრი ქვეყნის დანიის, ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი, მოდით ასე ვთქვათ, ქვეყნის, რომელიც თანამშრომლობს ამერიკასთან ქვეყნის შემადგენლობაში და თუ შეერთებულმა შტატებმა რაკი დანიელებმა უარი თქვეს გაეყიდათ ეს კუნძული, არადა ამერიკელებმა შესთავაზეს, თუ ეს მოხდა ამ გზით წაღება, დიდი ომი და ის არ იქნება იქ და მეომარი ვინ არის დანიაში საერთოდ. მაგრამ ნატოს მეხუთე მუხლი და მთელი ნატოს კონცეფცია თავდაყირადგება და მე შემთხვევით არ წერ წლების განმავლობაში, რომ ორი უვარგისი წარმონაქმნი ასრულებს თავის არსებობას, ეს არის ევროკავშირი და ეს არის ნატო და თქვენ ხედავთ რა მოვლენებთან გვაქვს. სანამ დიდი შეხვედრა იქნებოდა, ნახეთ, ტრამპმა გააკეთა ასეთი განცხადება ჩინეთთან დაკავშირებით. ჩინეთი მიიღებს ნავთობს. დიდ შეხვედრაზე მან თქვა, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ რუსეთთან, ყველა სხვა დანარჩენი მიიღებს იმდენი ნავთობს, რამდენიც დასჭირდებათ.
ნავთობი ბევრი იქნება, ამიტომ ეს არის გარიგება, როგორც მას უყვარს ყველაფერი და მე დღეს დავდე ამონარიდი მისი გამოსვლიდან, ცხოვრებაც დიდი გარიგებაო და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით? კარგი საქციელია, ცუდი საქციელია, ამის გარჩევა პროფესიული გარჩევის საგანი არ არის. არანაირი საერთაშორისო სამართალი აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ამის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია. არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია და პირველ რიგში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღარ მუშაობს, იმიტომ რომ მისი წესდება ფაქტობრივად იგნორირებულია. თვითონ გაეროს წევრი არის შეერთებული შტატები, უფრო მეტიც უშიშროების საბჭოს წევრიც არის. და ქვეყანა მთელი მსოფლიო გადადის ახალ რეალობაში, სადაც ჯერჯერობით არანაირი შეთანხმებული მოქმედების ჩარჩოები არ არსებობს, გარდა ძალის მქონე ქვეყანთა შეთანხმებისა, ღია ფარული ნაწილობრივ ასეცა, ნაწილობრივ ისეცა და ღია განცხადება იმისა, რომ ვისთან დაალაგებენ საქმეს, თუმცა რუსების მიმართ ტრამპი საკმარისად აგრესიული იყო გამოსვლის დროს და მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი რუსეთსა და ამერიკელებს შორის შეთანხმებულია, თუმცა რუსებმა წამოსწიეს ჟირინოვსკის ის გამონათქვამი, რომელიც მას სიკვდილამდე კარგახნით ადრე, მე მგონი 1-2-3 წლით ადრე გარდაცვალებამდე აქ ნათქვამი, როდესაც ის ერთ-ერთ პოლიტიკურ შოუში განიხილავს იმ შემთხვევას, რომ მივეხმაროთ ტრამპს, ტრამპი უკვე პირველი ვადით პრეზიდენტი იყო, მივეხმაროთ მას ვენესუელაში და ის ჩვენ მოგვეხმარება უკრაინასთან მიმართებაში. და ეს ყველაფერი გარემომცველებმა ვერ გაიგეს, მაგრამ ჟირინოვსკი როგორც პოლიტიკური ალღოს მქონე კაცი და წმინდა პოლიტიკოსი საკმაოდ გონიერი იყო, თუმცა არასერიოზულ ხალხში არასერიოზულად აღიქმებოდა, მათ შორის რუსეთშიც, საქართველოზე არ ვამბობ, იმიტომ რომ სერიოზულობის მომენტი პოლიტიკურ აღქმაში ფაქტიურად გამქრალია. ეს გაჟღერებაც, თუმცა მოდით პირდაპირ ვთქვათ, ასეთ გაცვლით რეჟიმზე რუსეთისთვის ღიად წასვლა, რომ ეს ცნობილი გახდეს, რუსეთის ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობას, მძიმეა ის ჯერ კიდევ, საკმაოდ მაგარ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს, იმიტომ რომ გამოდის, რომ მას შეუძლია თავის მოკავშირე ქვეყანას ასეთ მდგომარეობა შეუქმნას, რადგან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ რუსები არ დათმობდნენ ვენესუელას და ასე შემდეგ, იარაღები, ორი გემიც მივიდა თვითმფრინავების გადატვირთეს და არც ერთი საჰაერო თავდაცვის გასროლა, არც ერთი. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა საკმაოდ დიდი ქვეყანაა, საკმაოდ სერიოზული შეიარაღებაც ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო ძლიერი სახელმწიფო, იმის გამო, რომ ხელისუფლებებს ყოველთვის ჰქონდათ პრობლემა საკუთარი ხალხისადმი დამოკიდებულებაში. არ შეიძლება საკუთარი ძარცო, როდესაც კოლოსალური სიმდიდრე გაგაჩნია, ამას ყიდი ღიად ოპეკის წევრი ქვეყანა ხარ, ძალიან გავლენიანი წევრი ოპეკისა, იმიტომ რომ მარაგები განსაზღვრავს ყველაფერს და შენი ქვეყანა იყოს სიღარიბეში. დავანებოთ უგო ჩავეს თავი, რომელმაც ნაციონალიზაცია იდეა და დაიწყო და შემდეგ მადურომ უკვე ეს ყველაფერი გააგრძელა, თუმცა ჩავესთან შედარებით სუსტი პიროვნება იყო. მადუროს პირობებში ვენესუელა დატოვა 7 მილიონამდე
როგორც წერენ ვენესუელის ყველაზე განათლებულმა ნაწილმა. შენ ვერ იქნები ეროვნული მოღვაწე, შენ ვერ იქნები შენი სახელმწიფოს მესმეული, თუ შენს გამო ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი გადის. მე დავწერე საქართველოს ძალიან ჩვენს გვაქვს ჩვენი მადურო ჩვენც აყვავს ჩვენც ვენესუელა ვართ ფაქტობრივად. მოდი ფაქტებით ვისაუბროთ, აქ ემოციური საუბარი არ იქნება. ქართველი ხალხი დიდარია იმ რესურსის შესაბამისად, იმ საღი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ქვეყანაში არსებობს, არ არის მდიდარი. საქართველოდან გარბის ხალხი წლებია და მიგრაცია არის უზარმაზარი, თავისთავად ცხადია. 7 მილიონი უფრო მცირეა ვენესუელის საერთო მოსახლეობასთან შედარებით, ვიდრე 2 მილიონზე მეტი გასული საქართველოდან, რომელიც ჩვენ მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან გაცილებით დიდია. ყავს ჩვენ მადუროს ტიპის ხელისუფლებები, რომლებიც მოდით ასე ვთქვათ, წმინდა არასახელმწიფოებრივად აზროვნებენ, იმიტომ რომ სახელმწიფო აზროვნება ნიშნავს პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას ყველა იმ პარტიასთან, რომელიც სენაზეა და გარკვეულ პროცესში მონაწილეობს, ეკონომიკის განვითარება, სწორი საგარეო პოლიტიკის დალაგება ახლო თუ გარე მეზობლებთან. ვენესუელის მაგალითი გეუბნება, ვერანაირი მხარდამჭერი გარე ძალიან დაშორებული ტერიტორიებიდან ვერ იქნება გარანტი შენი სახელმწიფოსა. ზუსტად შეიძლება იგივე ითქვას საქართველოს შესახებ, რომ საქართველოს გარანტი ვერაფრით ვერ იქნება სხვა გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე ძალიან შორს ყოფი ქვეყანა, რომელიც გასაგებია შეუთანხმებელი გეოპოლიტიკური ინტერესებისაც გარკვეულ სერიოზულ ინტერესს იჩენს შენი ტერიტორიის მიმართ, ხო? ესე იგი, ილუზია პირველი ილუზია საქართველოსი. ეს არის მე ამაზე ვისაუბრე არ ძალზე ცუდი აზროვნების შედეგი საქართველოში 700 წელი ჩვენ პატრონის ძებნაში ვარ და ეხლაც გრძელდება ეს, რაც მანკიერი აზროვნების შედეგია. ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ ამაზე არაერთხელ მისაუბრე, ახლა არ ჩერდები. შემდეგი მთავარი საკითხი, რა მოხდება ხვალდაზექ? რა კორექტივები უნდა შეიტანოს საქართველოს ხელისუფლებამ, მართალია არალეგიტიმურმა, უსაშველო ცუდმა ხელისუფლებამ ხასუსო, მაგრამ ფაქტია დღეს ფაქტური ხელისუფლება მათ ხელში, ძალაუფლება მათ ხელშია. ამის არანაირი ნიშანი, რომ საქართველოს ხელისუფლება დალაგებულად ჩამოაყალიბებს აბსოლუტურად შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებებს არ არსებობს და არც უნდა ველოდოთ. საგარეო პოლიტიკა კი უფრო სქისტი გახდება, უფრო დაძაბული გახდება და უფრო საშიში გახდება ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც აცილდება დროს და აცილდება სწორ კოორდინატთა სისტემას, სადღაც გადაუხვევს აქედან, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალურ მდგომარეობას, რომელიც ჩამოყალიბდება. გავაგრძელებ. ვენესუელის მაგალითი, რომელიც სახეზეა, მე არ ვიცი როგორ განვითარდება, ნახეთ, თავარი რაც მოხდა და განსაკუთრებით ქართველ ეგრეთ წოდებულ შინ მავლებს გასაგონად ვამბობ.
არავითარი ფერადი რევოლუციები აღარ იქნება. დამთავრდა ეს ყველაფერი. ტრამპმა არ გადასცა ძალაუფლება ოპოზიციას, ქალბატონი მაჩადო, რომელსაც 2025 წელს გააპარეს ვენესუელადან და ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს, ძალიან იგნორირებულად მოიხსენია, მას არ გააჩნია ლიდერული თვისებებიო. აკვირდებიან როგორ მიმოქმედებს გონსალესი, ქალი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ტრამპი თქვა, მადუროს არჩეულიაო, მაგრამ რუბიო მუშაობს ამ საქმეზეო და თითქოს და რუბიოს სიტყვებით ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ გისმენთო და თქვენ მითითებებს დაველოდებითო, მაგრამ დღეს ქალბატონი გონზალესი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. ასევე წინააღმდეგობისკენ მოუწოდა მაჩადომაც და ვერ შემოვლენ ამერიკელები აქო. მე ვფიქრობ, რომ თუ რაღაც გარანტიები არ ექნა ვენესუელას ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია, მაგრამ გავაკეთოთ, გასაგებია, რომ ნავთობი არის ძალიან არსებითი. ერთი მომენტია, რომელიც მე ახსნილი მაქვს. საქმე ის არის, რომ ამერიკის უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა აგებულია მძიმე ნავთობზე. მძიმე ნავთობი მათ მოჰქონდათ ვენესუელადან, პრობლემა არ ჰქონდათ. როდესაც მოხდა ნაციონალიზაცია და ამერიკელები გამორეკეს ვენესუელიდან, ეს ნავთობი გადაიკეტა ამერიკელებისთვის და ამიტომ იყო რუსებისგან ყიდულობდნენ ისინი. ბევრი არ არის მძიმე ნავთობი, აი ურალს რომ უწოდებენ რუსულ ნავთობს. არაბული მსუბუქი ნავთობი აბსოლუტურად უვარგისია იმ ქარხნებისთვის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ რატომ არ გადააკეთებენ ტექნოლოგიურად ამ ქარხნებს, რომ მსუბუქ ნავთობზე. ეს ასობით მილიარდი ჯდება, შეუძლებელია მისი მოკლე ხანში გადაწყობა, ვისაც ერთხელ მაინც ნახატზე მაინც გინახავთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ეს კოლოსალური ნაგებობაა, რომლის გადაწყობა სულაც არ არის ასე მარტივი. ესე იგი, თავარი ნავთობი და ეს არა მარტო მოხმარებისთვის. ამერიკელებს საკუთარი ნავთობიც აქვს, მართალია მძიმე ნავთობი არა აქვთ, მაგრამ აქვთ. ამერიკელებს შეუძლიათ დაშალონ კარტელი წმინდა შიდა პოლიტიკის გამო, როდესაც ვენესუელა თუ ამერიკელების კონტროლი განხორციელდა, იგი ბევრ ნავთობს გამოუშვებს და ნავთობის ფასები აუცილებლად დავარდნილი იქნება და ამას ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს. არა გადამწყვეტი, მაგრამ რუსეთისთვის განსაკუთრებით უდიდესი პრობლემები შეიძლება შეიქმნას, იმიტომ რომ რუსეთი ჯერ კიდევ არის მეხუთე კოლონის ხელში, სერიოზული მეხუთე კოლონის ხელში. ეხლა ქვეყნდება ის მასალები, რომელიც თავისთავად მე ადრე ვაკვირდები და პროფესიულ დონეზე რუსულ იმ გამოცემებს, რომელიც პროფესიული გამოცემებია ეკონომიკასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ვადევნებ თვალყურს, ვთქვი, რომ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში ლეგალურად გატანილია რუსეთიდან 1 ტრილიონი დოლარი და როგორც რუსი ძალიან სანდო პროფესიონალები ამბობენ, კიდევ 2 ტრილიონია გატანილი არაოფიციალურად. ყველაფერი გაკეთებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ, ცენტრალური ბანკის მიერ, რუსეთისა, იგივე სხვა ეკონომიკური ბლოკის მიერ, რომლებიც თავიდან ბოლომდე გაკონტროლებულია ლიბერალური ელიტის მიერ, რომელსაც პატრონები ქვეყნის გარეთ აქვს, არც ერთი დოლარი პრაქტიკულად რუსეთის ინფრასტრუქტურას არ მოხმარებია, რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს არ მოხმარებია და ის მილიარდერი ოლიგარქები მხოლოდ რუსეთის ძარცვით ხელისუფლებების მხარდამჭერით გახდნენ მილიარდერები. ესე იგი, დღეს უკვე ცდილობენ ჩაჭრან, თუმცა რუსეთი მაინც არის სერიოზული სიონისტური გავლენის ძალების ქვეშ. ეს არ არის
დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მაგრამ ერთი რამეა, ჯერ დავამთავრო აზრი, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები მშვიდობიან პერიოდში. თუ მას ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნი, ან ყოველ შემთხვევაში მათ შეუძლია წარმოაჩინონ ეს როგორც რუსეთის და რუსი ხალხის განადგურება, მაშინ გასაგებია, რომ რუსი ხალხი იტანს იმას, რისი ატანაც პრინციპში არ შეიძლება იყოს დასაშვები, იმიტომ რომ როცა კოლოსალური სიმდიდრის ქვეყანაა და ის იძარცვება გარე ძალების დავალებით, იმიტომ რომ არ გაძლიერდეს, ბუნებრივია საფრთხე აკავებს ხალხს, რომ არ იყოს აგრესიული ხელისუფლების მიერ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხეები შეიძლება იყოს იმ დონემდე მიყვანილი, როდესაც ყოფნა არ ყოფნის საკითხი იქნება. დიახ, რუსეთის გავლენაში მოქცევა ცხადია უნდათ, იგი გავლენის ქვეშ არსებობს, თორე არ გაიზარცვებოდა ასეთნაირად, მაგრამ არის საზღვრები, რომელიც გაგებაც დასავლელებს უჭირთ, იმიტომ რა შეიძლება რუსეთის მიმართ და რა არ შეიძლება. დასავლეთში ვერ გაიგეს უბრალო რაიმე იმ რუსი ხალხის ფსიქოლოგიისა, რომ რაც უფრო ცუდ მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნი, მით უფრო მობილიზება ხდება. მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ დღეს რუსეთის საზოგადოება შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მყარად შეიცვალა, ძალიან რადიკალურად შეიცვალა, საკმაოდ დიდი შეკავშირება არსებობს, მართალია პუტინის ირგვლივ, თუმცა კიდე გეუბნები, მხოლოდ საფრთხის პროპაგანდამ და მეტნაკლებად რეალურმა საფრთხემ გააჩინა და ამ დროს ხელისუფლებაში ზის მეხუთე კოლონა, რომელიც ძარცვავს ქვეყანას. ეს რუსეთის პრობლემებია და ნავთობზე ფასის დაცემამ, სანამ რუსეთი გადაწყობილა სხვა სფეროებზე და აქეთკენ მიდის საქმე, მე არ ვიცი რა გამოუვათ, ცხადია ერთი საფრთხე იქნება. ესე იგი, გარდა იმისა, რომ ნავთობი იქნება ვენესუელასთვის, ნავთობი იქნება გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების ძალიან მძლავრი საშუალება, რადგან შეერთებულ შტატებს მიეცემათ საშუალება ნავთობის ფასებზე უშუალო გავლენა მოახდინონ, პირდაპირ თქვენს მოპოვება იქნება დიდი, ყველას ერქნება ნავთობი. ასეა, ბიზნესმენის აზროვნება, გინდა იყიდე. ყველა მიყიდეთ, ჩინეთს ექნება ნავთობიო, რამდენიც უნდა იყიდოსო. მაგრამ გარიგებას ჩინეთთან არ აკეთებენ. ამიტომ მე დღეს გამიკვირდა ერთი თითქოს და ბიძინას ირგვლივ ტრიალებდა ეს ადამიანი, რომელმაც დაწერა, რომ ოლპოლუსიანი სამყარო ისახება, სად დაინახეს ოლპოლუსიანი სამყარო. არანაირი ლოგიკიდან არ ჩანს ოლპოლუსიანი სამყარო და სამყარო იქნება თუ არა მრავალპოლუსიანი, ჩვენ ამას ძალიან ცოტა ხანში ვნახავთ, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია თუ კერძოდ რომელი ტრაექტორიით განვითარდება მოვლენები. არის რამდენიმე უცილობელი ტრაექტორია, მაგრამ ამას ამერიკული რომ იტყვიან გადაწყვეტილებების მიმღებები მიიღებენ. ბევრი ტრაექტორია არ არის, რომ გითხრათ სიმართლე, იმიტომ რომ კონტექსტიდან გამომდინარე ამას უნდა მოყვეს განვითარება. ამ ტალღას ამერიკელები არ გააჩერებენ მანამ, სანამ რაღაც ჩარჩოებამდე არ მივლენ. მეორე, თავარი კუბისადმი დამოკიდებულება. ეს 50-იანი წლებიდან დაწყებული პრობლემა, აი რომ იტყვიანო, ამერიკელების სხეულზე მუწუკი, რომელიც ვერაფრით ვერ მოუშავებიათ, სხვათა შორის რუბიო კუბელია, რომ იცოდეთ და შემთხვევით არ არის რუბიო, ძალიან სუსტი პოლიტიკოსი, უსაშველოდ სუსტი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. შემდეგი ზეწოლა იქნება კუბაზე, რადგან კუბა შეღავათიან ფასებში იღებდა ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობს, განვადებით
ყველაფერს არ იხდი და ვალები საკმაო ჰქონდა. სამაგიეროდ კუბის სპეცნაზმი, რომელიც რუსების მიერ არის აღძილი და ძალიან სერიოზული ძალა, ისინი იყვნენ მადუროს დაცვაში, მაგრამ წინააღმდეგობა ფაქტურად არ იყო. აი ეს თავარი გამოცანა, რომელიც რჩება, რა დონეზე შეძლეს ამერიკელებმა მოესპოთ წინააღმდეგობა, ან წინასწარი გარიგება იყო, ან შეიძლება შეთანხმება იყო მადუროსთან, რომ სანამ სიკვდილს გამოუწერდნენ, წინა მაგალითები იყო ჰუსეინისა, კადაფის მაგალითებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, როგორც ვარაუდობენ, რომ შეიძლება ჩაბარდა. ოღონდ ეს რომ არ ყოფილიყო პირდაპირ ჩაბარება, გათამაშებული იქნა ეს ნაწილი, რუსები, ჩინელები, სხვაებიც ცნობილი იყვნენ, იმიტომ რომ შეუძლებელია 1000 კაციანი დაცვა დაძლეული იქნას პატარა ჯგუფის მიერ, თუ გნებავთ ძალიან მაღალი რანგის რაზმელების მიერ. დელტა ძალიან მაგარია. დელტა დაახლოებით ეს არის, რაც რუსების ალფა იყო და ამ ალფას ნაწილი საქართველოშიც იყო, სხვათა შორის ძალიან პროფესიული ნაწილი, თუმცა მერე გარკვეული მოსაზრებები დაშლილი იქნა. ესე იგი, ნავთობი, მეორე, მონროს დოქტრინის განხორციელების დასაწყისი ყველასთვის გასაგებად ითქვა ამერიკელების მიერ. დასავლეთ ნახევარსფეროში ვერამინ ვერ შემოვა. ზდელკა რუსულად რო თქვა, დილს, ხო? ეს კი ბატონო, გარიგება, მოგძანდით, ფული ეხადეთ და ასე შემდეგ. მე ვერ გეტყვით კუბის მოვლენები რამდენად სწრაფად განვითარდება. კუბას თუ ძალიან მაგარი მხარდაჭერა არ იქნა, მაგრამ ეს მხარდაჭერები მე არ მგონია იყოს, იმიტომ რომ ვერც ჩინეთი და ვერც რუსეთი დასავლეთ ნახევარსფეროში ვერ გაბედავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებას, იმიტომ რომ ლოგისტიკის პრობლემაა. თქვენ შეიძლება ერთჯერადად რაღაც გაწიოთ წინააღმდეგობა, მაგრამ თუ ეს ხანგრძლივ დაპირისპირებაში გავიდა, როგორ გინდათ აქედან იქამდე მიიტანოთ იარაღი, ჭურვები და ასე შემდეგ, გადასხათ ჯარის ნაწილები. ამიტომ ნაკლებ ტექნიკურად შეუძლებელია ასეთი რამის გაკეთება და კუბა ალბათ იქნება უახლოესი სამიზნე, მაგრამ არა მხოლოდ კუბა. ნახეთ, ამერიკელებს მე არ ვიცი, რომელმა მრჩეველმა უკარნახა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ისეთი რამ, რომელიც გეოგრაფიულად არ შეესაბამება რეალობას, რომ ცენტრალური ამერიკიდან ვენესუელას გავლით მოდიოდა ნარკოტიკები ამერიკაშიო. ერთი რამ, რასაც ტრამპი აბსოლუტურად ზუსტად ამბობს, ის მდგომარეობა ამერიკელი ახალგაზრდებისა, რომელიც არანორმალური რაოდენობით ნარკოტიკების ათეული წლები, რომ იტყვიან გასაღებით, საფრთხეს უქმნიდა ამერიკის მომავალს. მე ამაზე როცა წერდი წლების წინ, რომ ამერიკის მომავალს აქვს უდიდესი საფრთხე, იმიტომ ის ნეოლიბერალური თახსირობა, LGBT, ვოუკიზმი, რაღაც ესე იგი თეთრი სახლის LGBT დროშებში შეფერვა და ასე შემდეგ, თავისთავად კატასტროფისკენ მიმავალი გზა იყო და საფრთხის შემცველი. ახლა მოდით კარგად დავფიქრდეთ. 340 მილიონიან ქვეყანაში ნარკოტიკებმა საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას. შეუქმნა, თუმცა ვენესუელა აქ დიდი არაფერ შუაშია. სხვა არხებია, ცნობილი არხებია, ახლა არ ღირს ამაზე ლაპარაკი. ეხლა მე გეკითხებით. საქართველო და განსაკუთრებით თბილისი წალეკილი რომ არის ნარკოტიკებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არალეგალური ნარკოტიკებია? ეს ხელისუფლების ნებართვით, ხელისუფლების ფრთის ქვეშ განადგურებაა საქართველოს მომავლისა.
აი ესეც ვითაც გავს საქართველოს იმ უბედურებას. ნავთობი იყიდება და ხალხი ღარიბია, მოდი ჩამოვთვალოთ. მოდი ხელისუფლებას ვკითხოთ. თუმცა ოფიციალურმა ხელისუფლებამ საიჭუა რომ რაიმე ვითომ ხელისუფლება. ბოლო 13 წლის განმავლობაში რამდენი ოქროა გაყიდული ქვეყნიდან? ის, რომელიც ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს ქართველ ხალხს და უნდა ხმარდებოდეს საქართველოს მომავალს, განვითარებას, განათლებას, ჯანმრთელობას, გაძლიერებას, ინფრასტრუქტურას. ამიხსენით. თქვენ გონიათ დათვლილი არ არის? ქართველთა დიდ გაერთიანებაში არაერთი ადამიანი მოდის, ვინც უშუალოდ ამ საქმეებში კარგად არის გარკვეული და ჩვენ კარგი შთაბეჭდილება გვაქვს უკვე შექმნილი, თუმცა მე კონტროლის პალატიდანაც ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს, ჯერ კიდევ მაშინ როცა მუშაობდი, სანამ პარლამენტში წამოვიდოდი, თუ რა უბედურება ტრიალებდა იქ. ახლა უარესია. საუბარია ოქროზე. საუბარია ციფრს არ დავასახელებ, მაგრამ ამ 13 წელიწადში მილიარდობით დოლარის გაყიდულ ოქროზე. საქართველოს რა? საქართველოს დიდი უხეშად ვიტყვი, ხივიშტი. დიახ. მეორე, ჭიათურა. ზესტაფონის სფერო შენაყმი. ყველაფერი სადაც კი რაიმე სერიოზულია და საქართველოში საკამარისად ამ პატარა ქვეყნისთვის სერიოზული წიაღისეულია, რომელიც ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, ადამიანური რესურსის განვითარების შემთხვევაში, ჩვენი ახალგაზრდებისთვის საუკეთესო განათლების მიღების საშუალებით, მეცნიერების, ტექნიკის განვითარებით, ტექნოლოგიების განვითარებით, სულ იქნება უზარმაზარი სტიმული, რომ ჩვენ ხელგაწვდილი არ ვიყოთ ვიღაც არაბების ინვესტიციაზე, რომელ არაბულ ინვესტიციაზე ესაუბრება საქართველოს ხელისუფალი თუ თლათ უფროსი, ხელისუფალი, რომ ეს ეკონომიკას განავითარებს, როდესაც რამდენჯერ 6 მილიარდი დოლარია გატანილი ბოლო 13 წლის განმავლობაში ოქროს სახით და ოქროს გასაკეთებელი გარკვეული პერიოდი იყო, როცა გადიოდა ყველაფერი, ახლა ზოდები აქაც კეთდება, რამდენადაც კარგად არის ცნობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე ფაქტორი. კანადა როგორც 51 შტატი და გრენლანდია. ნახეთ, კუბა შემდეგ უკვე ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი, დამოუკიდებელი და ძალზე სერიოზული ქვეყანა, რომელიც აგებულია საკმაოდ სერიოზული მიუხედავად პრობლემებისა, ინსტიტუციონალური რეჟიმების და ინსტიტუტების ფარგლებში, რადგან ბრაზილიის სააკაშვილმა ბოლსონარომ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება, მოინდომა შემდეგ გადატრიალების გაკეთება და ზის კარგა გვარიან ვადიან ციხეში. ეს თავისთავად ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენ სახელმწიფოს ნიშნები არ გაგვაჩნია. ჩვენ შეიძლება ბირეშმაკული პოლიტიკა ავიტანოთ, იმიტომ რომ სათურით ზებრბოთ ქცეული ხალხი ბრმად, ყრუდ ეთაყვანება თავიანთ ბელადებს და აბსოლუტურად არ აინტერესებს საკუთარი მომავალი, იმიტომ რომ უძლურებისგან, გაუნათლებლობისგან და სხვის მოიმედობისგან შრომაგადაჩეული ხალხი ბელადომანიის მომსახურე ხდება. ესე იგი, კუბის შემდეგ კუბა იქნება უპირველესი, აქ ახლა გამორჩევა ძალიან ძნელია, კუბა, ევროპის საკითხი, განსაკუთრებით გრენლანდია ჭირდება ორი რამისთვის შეერთებულ შტატებს. გრენლანდიაში არის ძალიან სერიოზული წიაღისეული, რომელიც ამერიკული
ტექნოლოგიების გარეშე იმ საკმაოდ მკაცრ კლიმატურ პირობებში ვერ იქნება მოპოვებული. გრენლანდია სულ 60,000 კაცი ცხოვრობს ამ კუნძულზე. მე არაერთხელ ძალიან კარგ ამიდებში დაკვირვებული ვარ თვითმფრინავიდან, თითქმის მთელი გრენლანდია მაქვს ნანახი სხვადასხვა მარშრუტების დროს, საოცარი შთაბეჭდილება რომ გითხრათ სიმართლე და მთავარი რისთვისაც გრენლანდია ჭირდება ამერიკელებს. მოდით ესეც უნდა დავაზუსტოთ. რა კი კლიმატის ცვლილებამ ჩრდილოყინულოვანი ოკეანე სანაოსნო გახადა და გააჩინა ტრასა, რომელიც ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან ყველაზე მოკლე და ყველაზე იაფი გზით, ამ ტრასის გაკონტროლების ერთადერთი საშუალება არის გრენლანდია თუ იქ ამერიკელები იქნებიან. ესე იგი, ყველა ის ნაკადი, რომელიც წამოვა ჩინეთიდან და ასე შემდეგ იქ ახლო აღმოსავლეთი, ბოდიში სამხრეთ აღმოსავლეთი აზიიდან ყველაფერი იმ გზით წამოსული, სხვა გზები უკვე რაციონალური არ არის, გაკონტროლებული იქნება. მესამე მნიშვნელობა არქტიკა. არქტიკაში საკმაოდ სუსტი პოზიციები აქვს დღეს ამერიკელებს. უშუალო დაჯახება რუსებთან არ გამოდის, თუმცა რუსები უკვე მათთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ სერიოზული ჯგუფები, მე რამდენადაც ჯგუფია შექმნილი, რომელიც მუშაობს რუსეთ-ამერიკულ ერთობლივ დამუშავებაზე არქტიკისა, რუსეთის სიმდიდრეებისა, იქ მე არქტიკაში ხას უსვამ არქტიკაში, როცა დავწერე ეს იმ საცოდავ ახალგაზრდებს, რომლებიც გაღმა არიან გასული და ევროპაში მიდიან და ნატოში წევრიანდებიან, ძალიან აერიათ, ვერაფრით ვერ დააკავშირეს ერთმანეთთან არქტიკა და ანტარქტიდა და რომელზე წეროდა არქტიკაზე არქტიკისას წერდი და ანტარქტიდაზე ანტარქტიდისა. იქაც 511 მილიარდ ბარელამდე ნავთობი აქვს აღმოჩენილი რუსებს, რომლებსაც ცხადია მას მარტო დამუშავება არ შეუძლია და ამაშიც რომც მოინდომოს ძალიან დიდი პრობლემები ექნება. ესე იგი, გრენლანდიის მნიშვნელობა გასაგები უნდა იყოს, იმიტომ რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გრენლანდია აძლევს ძალიან ძლავრ ბერკეტს, რომ უკონტროლოდ არ დარჩეს მას ჩინეთი და მეორე მხრივ დააკვირდით, თუ გრენლანდიაში იქნება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მისი, ანუ ახალი ნატოს გაკეთების მცდელობა, მას ჭირდება იმისთვის, რომ ჩრდილოეთიდანაც და ქვევედან მთლიანად ინდოეთიც, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც და ჩინეთიც მისი ყველა ლოგისტიკური ტრასები გაკონტროლებული კონდეს. რუსებთან დავალაგებთ, რუსები თუ შიგნიდან აღმოჩნდნენ ცოტა უფრო მძლავრი და მე არაფერს არ დავიჯერებ რუსებისა, სანამ არ დავინახავ თუ რა სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებენ, ჯერჯერობით ეს არ არის ქვეყანა, ამიტომ არ შეიძლება მათ ნდობა, თუმცა ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ მისი გეოპოლიტიკური ინტერესები, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ამერიკელების გეოპოლიტიკური ინტერესები და არ ჩავერიოთ, არ გავეჩხიროთ ამ წინააღმდეგობაში. ბატონი კობახიძის განცხადებები პოლიტიკურად უტვინო ახალგაზრდის განცხადებებია. ხას უსვამ, პოლიტიკურად უტვინო და სოროსის ნაგავში გაზრდილი მენტალისტების მქონე ახალგაზრდის საუბრებია, განცხადებებია, დაუკვირვებელი. ანტიტრამპიზმი და ანტიამერიკანიზმი ერთი პერიოდი, როცა ძალიან მაგრად დაუკვირდი, შეცვალეს, ახლა ისევე დაიწყეს ეს deep state-ებზე ლაპარაკი და ესე. ფილოსოფოსი თუ ხარ, ფილოსოფოსს მიხედე, რა შენი საქმეა პოლიტიკა, არ იცი ეს პოლიტიკა, მაგრამ ბინძინას თუ უნდა ემსახურო და რაღაც სისულელეები წერო, შედეგი რა გაქვს? შედეგი ცუდი გაქვს, ხო? ესე იგი, ჩვენი პრობლემა არის ის, რაზეც
ამ მდგომარეობამდეც არაერთხელ მიდგომს. საკამარისია საქართველო საფრთხე შეუქმნას რომელიმე დიდ მოთამაშეს. ის გაქრება პოლიტიკური რუკით. ხას უცნობ. ამას კი არა, იმას ბაბაია, ეს 700 წლოვანი იდიოტიზმი, რამაც საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო, შემთხვევით გადარჩა ორჯერ, არ უნდა განმეორდეს, ამიტომ ჩვენ ამას ვცდილობთ და ამის კულტივირებას მოვახდენთ. საქართველოს საქმე არ არის რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება. დისტანცირებული უნდა იყოს აქედან, ჩვენ ღიად, პროფესიულად, ავტორიტეტულად უნდა ვესაუბროთ ამერიკელებსაც, ანტიამერიკანიზმი საქართველოსთვის არის გამანადგურებელი. ანტიამერიკანიზმი ისეთივე კრეტინიზმია, როგორც ანტირუსული განწყობები. დეგრადილებული, უტვინო, საცოდავ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში იმ ვითომ უნივერსიტეტების მიერ ჩანერგილი, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას ატარებდნენ. თქვენ გონიათ, ის ცნობილი მყრალი უნივერსიტეტები ხელისუფლების ნებართვის გარეშე დალაგდნენ ასე მყრალად და იმ საზიზღრობით, რაც საზიზღრობებიც მათ აქვს წლების განმავლობაში ახალგაზრდების მიმართ ჩადენილი, არა, პოლიტიკას ატარებდნენ. აბა, ვინ კითხავს სახელმწიფო სამსახურში ვიღაცას, რომ კათედრებზე და იმაზე ის მიიღონ პროფესორებად, რომლებსაც უბრალოდ აუდიტორიაში არ უნდა შეახედო. ლექცია წაკითხო კი არ უნდა შეახედო, შეგნით. ესე იგი, საფრთხე არის კოლოსალური. გეოპოლიტიკაზე ვისაუბრე, რა მიმართულებით განვითარდება. თავარი ახლა არის, სულ მალე გამოჩნდება, რა მოვლენები განვითარდება ვენესუელაში. ამ განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ირიბად, აუცილებლად მივხვდები, თორე თქვენ მერე შეადარეთ, რა დონის გარიგება არსებობს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და სად გადის ის გამყოფი ხაზი, როცა ეს შეთანხმება დაბალანსებული მიდის. ტრამპი არ არის ხელწამოსაკრავი ადამიანი, ხას უსვამთ. თქვენ პიროვნებები ყველა არის თავისებური. ყველა. თქვენ თუ ვერ ხედავთ ტრამპში პიროვნებას, ეს თქვენი პრობლემაა. თქვენ გირჩევნიათ ის სეთურის ბრბოს წარმომადგენელს ხედავდეთ, ხო? ვერ დაინახავთ მასზე. ტრამპი არ არის ქართველი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკურ გარემოში არ მოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ გახდეს ვინმე, უზარმაზარი შეთანხმებები უნდა მოხდეს ძლიერ ელიტებს შორის. ამიტომ მიუხედავად დაპირისპირებისა, ტრამპი არის კონსენსუსის შედეგი ამერიკის შტატების პრეზიდენტად გახდომის მეორე ვადის შემთხვევაში და არის გარკვეულად იმ პოლიტიკის გამტარებელი თუ კერძოდ მისი მხარდამჭერი ელიტა, როგორ ებრძვის სხვა საპირისპირო ელიტას, რომელმაც უზარმაზარი ფაქტიურად არსებობის საფრთხე შეუქმნა შეერთებულ შტატებს და ჩვენ ამას წლებია ვაკვირდებოდით, ხო? ეს ჰილარი კლინტონები, ბაიდენები და ამნაირი ხალხი. ამიტომ ჩვენ გმართებს სიფრთხილე, მე ერთადაც გამოვრიცხავ, თუმცა უსაშველოდ მძიმე მდგომარეობა, საუბრობენ მესამე მსოფლიო ომის ალბათობა, რომ ძალიან გაიზარდა, არ მჯერა, ხას უსვამ, რატომ არ მჯერა? არ აქვს დღეს შეერთებულ შტატებს ისეთი უპირატესობა, რომ პირველი დარტყმა განახორციელოს და განეიტრალოს რომელიმე ბირთვული სახელმწიფო. ცხადია, მე ჩინეთზე და რუსეთს გულისხმობ. თუ ჩინეთი იოლი მოსარევია დღესდღეობით, 5 წლის მერე რა იქნება ეს პერიოდი ჭირდება ჩინეთს, რომ
წამოიწიოს, ჯერ არ არის იგი სამხედრო ისეთად ძლიერი, როგორიც არის, თქვათ, რუსეთი. რუსეთ-ამერიკის ძალოვანი დაპირისპირება კი ყველაფრის დასასრულია, ამიტომ მე არ ველი ამ დაპირისპირებას, მე უფრო ველი იმას, რომ შეთანხმება მოხდება. თუმცა ტრამპის ის უკმაყოფილება პუტინი და აი მე მეგონა რომ იოლად მივაღწევდიო, ესე იგი რა გამოვიდა? ტრამპი არ იყო კარგად ინფორმირებული უკრაინა-რუსეთის მნიშვნელობაზე, უკრაინის მნიშვნელობაზე რუსეთისთვის და ამდენად საკმაოდ იოლად უყურებდა, სანამ აშკარად მას იძულებით აღარ მიაწოდეს სრული ინფორმაცია და როცა მან სრული ინფორმაცია მიიღო, რომ უკრაინისთვის რუსეთთან დაპირისპირება უბრალოდ წამგებიანია, შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის ეგზისტენციალური საფრთხის აქვთ, სწორია, არასწორია, ხაზგასმით აშკარად ჩანს. რა მოხდა, რამაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ათქმევინა ის, რომ კიდევ კარგი ტომაჰავკები რომ არ მივაწოდო. როგორც იცით, საუბარი იყო ამერიკის უკრაინელების შეტევაზე ნოვგოროდის ოლქში პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ტყუილია, არავითარი პრეზიდენტის რეზიდენციაზე არ იყო შეტევა. შეტევა იყო ბირთვული ომის შემთხვევაში რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მართვის ცენტრზე, ანუ ბირთვული ტრიადის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტზე, მართვის ცენტრზე, აი ეს მოსინჯეს, აი ამის დარტყმა იყო და მოდით ასე ვთქვათ, ნებისმიერი ბირთვული ქვეყნისთვის ბირთვულ ტრიადაზე განხორციელება შეტევისა ნიშნავს ავტომატურ ბირთვულ დარტყმას. გასაგებია, რუსებმა ამ შემთხვევაში არ გამოიყენეს ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობა რომ იცოდეთ, არავითარი პრეზიდენტის სასახლეზე და პუტინზე არ იყო შეტევა იყო ბირთვული ომის შემთხვევაში მართვის ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრზე. თხადია, ამერიკელებმა მიაწოდეს ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინელებს და უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც მათ მომავალს აბსოლუტურად ანადგურებს. არაფრით არ მჯერე ეხლა, რომ ოდესის ოლქი, ხარკოვის ოლქი, დნეპროპეტროვსკი, სუმის და კიდევ ის, რაც საერთოდ აღმოსავლეთ უკრაინას უკავშირდება, გარდა 5 ოლქისა, არ წაიღებენ იმას რუსები, ალბათ დატოვებენ უკრაინად ჭყალებში, იმიტომ რომ იქ ზოგი უნგრეთისა, 2 ოლქი და ლვოვის 3 პოლონეთისა, იქეთ რომინელებს აქვს თავისი პრეტენზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა ცეცხლთან თამაში მიდის. უკრაინელები როგორც ჩანს საბოლოოდ წირავენ საკუთარ თავს, ევროკავშირის დახმარება, ევროპის ბაკი-ბუქი, მე დღეს ვუსმინე, დღეს იყო მე მგონი ევროკავშირის კოსმოსისა და თავდაცვის, ხო, მე მგონი ასეთი ლიტველი იდიოტია ერთი, კუბილაციო თუ რაღაც გვარია, სუფთა იდიოტი ჩამოყალიბებული. როგორ ბაკი-ბუქობდა, როგორ ძლიერდებოდა და როგორ, ესე იგი, მუხარებს ახორციელებდა რუსების წინააღმდეგ. როცა მე ვლაპარაკობ, დღეს ერთი დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთ ნაგავს, როგორიც დღეს შემოვარდა ჩემს Facebook გვერდზე ვიღაც გიორგი ჩოხელია თუ რაღაც. ზვიად გამსახურდია სურათები აქვს. მოაყენებთ ამ კაცს, გარდაცვლილი კაცია, პატივი ეცით. თქვენნაირი ნაგავი, რომ თითქოს უჭერდა მხარს, იმიტომ მოხდა ის ტრაგედია, რაც მოხდა. კაცო, შენო, ნუ გეშინიაო 600 კაცი გიზრდნობს რაღაცაო და შენ პოსტებს გადახედე სულ რუსეთუმებ. მე რასაც ვამბობ, ახლა ეს რუსეთუმეს საუბარია. კიდე გეუბნებით, ვიღაც ბავშვის სურათი აქვს, თავის სახეც ვერ გამოუჩენია, თუ ვინმე იცნობთ ან ყავთ მეგობრებში, უთხარით, რომ ერთ-ერთი უნაძირალესი ადამიანია, ჩემგან გადაეცით ეს,
და მე ვსაუბრობ იმაზე, რომ კუბილასის იმედი რომ აქვს საქართველოს რომ ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის იმედი აქვს, პოლონეთის იმედი აქვს და კიდე ამ სულელურ აღმოსავლეთი თანამშრომლობის რაღაც პოლონური პროექტია ევროკავშირზე გამოტყუებული იმ სისულელეში მონაწილეობს, იმიტოა საქართველოს მომავალი საფრთხის ქვეშ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, მე კიდე დავაკვირდები ჩინელების რეაქცია, გასაგებია იქ რაღაც საერთაშორისო სამართალზეა იგივე გაიმეორეს რუსებმაც, მაგრამ ხაზს უსვამ, არ იფიქროთ, შეუძლებელია ვენესუელაში რუსები და ჩინელები დაუპირისპირდნენ ამერიკას. ვერ მოხდება ეს და ვერ მოხდება ასეთი ტიპის ოპერაციები, რომ წინასწარ ყოველ შემთხვევაში ამერიკელებს რუსები არ ყავდეს მხედველობაში ჩაყენებული. ერთ პატარა დეტალს გავიხსენებ. ამ რამდენიმე დღის წინა საახალწლო იყო, მე მგონი, რუბიოს ინტერვიუ იყო და რუბიომ განაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რაც უნდოდა და რუსები ამაში ვერაფერს ვერ იღებდნენ და იქედან დაუქნია ხელი საკმაოდ ესე იგი დამამცირებელად აშკარად ჩანდა, რომ ლავროვს ახალ წელს გილოცავო. მივხვდით რაშია საქმე, ამერიკელებმა კარგად ისევე როგორც ამერიკელები საქართველოში ვერ დაუპირისპირდებიან იარაღით რუსებს, იმდეს რუსეთის სიკვდილი იქნება, რომ დათმონ გავლენები, ერთმანეთში მოილაპარაკებენ ყველაფერს. ხაზს უსვამ, აქ მიდის დიდი შეთანხმება, ერთადერთი რაც მუშაობს, ვის აქვს ძალა. ვინც ძალის მატარებელი არ არის, ერთმანეთს ვერ გაურიგდება. ამიტომ იდიოტიზმის დონეზე, ანალიტიკა იდიოტიზმის დონეზე, ორიენტაცია იდიოტიზმის დონეზე, მოვლენების შეფასება იდიოტიზმის დონეზე. თქვენ ამ ხალხს მივმართა ვითომ ანალიტიკო, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, ევროპაში გინდათ შესვლა თუ არ გინდათ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რეალობა სხვა არის, სხვა რამე ხდება უდიდესი რამ. დამთავრდა ის, რაც თავის დროზე ვესტფალიის ზავმა ჯერ ჩამოაყალიბა ევროპა, იქ საზღვრების და შეთანხმებები ეს დიდხანს გაგრძელდა თით. შემდეგ მეორე მსოფლიო ომმა კოლოსალურმა მსხვერპლმა ჩამოაყალიბა მსოფლიო წესრიგი. დღეს აღარაფერი არ მუშაობს. დღეს არის ძალა, არავით არის საერთაშორისო სამართალი, ხაზს უსვამ, არავით არის საერთაშორისო ინსტიტუტები, არავით არის ევროკავშირი, არავით არის ნატო, ძალა, ბირთვული ძალა და ვისაც ეს ძალა ერთმანეთში შეთანხმებიან, იმიტომ რომ გამორიცხულია, რომ ბირთვულმა სახელმწიფოებმა ერთმანეთს დასწრონ. აი სხვებს რა ელის, მე შემიძლია ჩემი აი ამ ძალიან ინტენსიური ფიქრის შემდეგ გითხრათ ის, რაც სრულიად ახალი არ არის, რაც ჩემგან გესმით. მხოლოდ გონიერი ჭკვიანი, საღი, პრაგმატული ხელისუფლებები და სახელმწიფოები გადარჩებიან. ყველა მარიონეტი, ყველა გამყიდველი, ყველა ძლიერ ადამიანს გამყიდველი ხელისუფლება ძულს. ისევია ამერიკელებს თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყველა მარიონეტი ხელისუფლებას ძულს. ამიტომ მე ერთხელ ავხსენი, ამერიკაშიც ვიყავი, უშიშროების საბჭოში, ბევრ ამერიკელთან ვისაუბრე. ადამიანებმა, რომლებმა შექმნეს თავიანთი თავი, შენ რო ხელისუფლება გაყავს, ფულის ხამით. ფულის ხამით. ქვეყნის გამყიდველი, შენ გინდა ავტორიტეტად მოექცნენ მათ, არ მოექცევიან. ამერიკელები არ მოექცევიან, ამიტომ უსაშველოდ დიდი საფრთხეა. ამერიკელების წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება, ისევე როგორც არ შეიძლება რუსების წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა. ხაზს უსვამ, ის აზრი, რომ შეიძლება საქართველოს ჩინეთის
გავლენის ქვეშ ამის კულტივირებასაც აკეთებენ ფარულად საქართველოს ხელისუფლებები და მათთან დაკავშირებული ეგრეთ წოდა კიდე გეუბნებით დაივიწყეთ ეს სისულელე დაივიწყეთ რომ საქართველო იქნება ჩინეთის გავლენის ქვეშ ტექნიკურად ვერ მოხდება უბრალოდ ვერ მოხდება და ესეც არის ზერელობის ბრალი უბრალო პარალელს გავავლებ უბრალო პარალელს მადუროსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის თუ გნებავთ უზენაეს ხელისუფლებას როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება თავის ხალხს 1954 წელს არის წინვალე ამერიკული კინო Gaslight ასე ქვია ანუ გაზის ნათება გაზის შუქი ბუნებრივი აირზია საუბარი აი სანთებელა რო არის იქ თამაშობს წინვალე ინგრიდ ბერგმანი ქალის ცოლის როლში და ძალიან მაგარი ფრანგი წარმოშობის ამ ბუაიე ყველამ ნახეთ ეს ფილმი გაზის ნათება თუ როგორა ქართულად არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რუსული დუბლაჟი შეგიძლიათ ნახოთ ძალიან მაგარია რაზეა საუბარი იქედან წამოვიდა სიტყვა gaslighting ანუ ეს არის ქართულმა ფსიქოლოგებმა მე რამდენადაც ვიცი საკმაოდ კარგად იციან ამის შესახებ რაზეა საუბარი ქმარი მანიპულირებს ცოლით ფსიქიკურ ზემოქმედებას ახდენს პატარა ისეთ წვრილ ნივთებს გადაადგილებს ხო იცით ქალები როგორ არიან სახში ყველაფერს ისიალაგებენ და მე ეს კაცი კი ეუბნება შენ გეჩვენება ეს მე შუქს დაბლას წერს და თან მეუღლე როცა ამბობს რომ არა ესე იგი ახდენს ფიზიკურ ზეგავლენას მანიპულირებს მისი და აი ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამას აკეთებს მისი უდამპლესი მხარდამჭერები შენ არ მოგწონს სააკაშვილი არ მოგწონს ბიზინა ივანიშვილი შენ გეჩვენება შენ არ ახარ ნორმალური როგორ ესენი არ აკეთებენ ქვეყნის საქმეს აი gaslighting როდესაც ხელისუფლება ამ წინვალე ფილმის სხვათა შორის ინგრიდ ბერგმანმა ოსკარი მიიღო ამ ფილმისთვის ნახეთ აუცილებლად თბილისში იმდენად მაგარი კინოს მოყვარულები არიან უფროსი თაობის ხალხი რომ ეს ფილმი ეწოდინებათ მithumetos ინგრიდ ბერგმანი ძალიან პოპულარული იყო ჩემი თაობის ადამიანებში წინვალე ფილმია და როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს თავისი ხალხის ფსიქოლოგიით ახდენს მის მანიპულირებას ეკონომიკურადაც ნახე რაც შეება გააღარიბა ქართველი და უთხრა გიყიდი ახლა ფილმებს და წაეთრე აქედან შეშობელ ძაღლო და წადი ევროპაში იმუშავეო ეს მანიპულირება შედეგი რატომ კეთდება ასე ნება უნდა მოგერხვას უნებისყოფო უნდა გაგხადოს უსუსური უნდა გაგხადოს ხელები ჩამოგაყრევინოს და გადაგიაროს სამწუხაროდ ხელისუფლებისა მათ ქართველ ხალხს თავზე მაგრად გადაუარეს მაგრამ თავზე გადავლილი საკმარისად გადაუვლელი საკმაოდ ბევრი საღი ქართველი დარჩა ამ საქართველებს ვიწევთ ჩვენ ქართველთა დიდ გაერთიანებაში და ამ ყველაფერს გააზრება ჭირდება რაც ვისაუბრე ჩვენ გვაქვს უსაშველოდ შეცვლილი სხვა სამყაროა უკვე აი ორი დღეა ჩვენ ცხოვრობთ სხვა სამყაროში წარსულში გაჩხერილი ქართული აზროვნება მას მომავალს უსპობს ასუსამ როგორ განვითარდება მოვლენები მე ყველაფერს ვაკვირდები და ჩემი შესაძლებლობის პარკლებში მოგაწოდით ყველაფერს მაგრამ ჩვენ გვაქვს საფრთხე ქვეყნის შეგნითაც არაბიზაციის საკითხი რომელიც გადაფარვა გაცილებით ღრმა პროცესისა ფიქრობ გაშიფრას დაექვემდებარა მე ამაზე ვისაუბრე მაგრამ ჩვენ ახლა გმართებს ამ შეცვლილ გარემოში
მთლიანად შევცვალოთ აზროვნება ქვეყნის შიგნით, რომ არ გადავიჩეხოთ უბსკურში. მეც აღარ შეგაწუხებთ, ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ და ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ახალ წელს, იმ საქმეში, იმ წმინდა საქმეში, რაღაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურის მომავალი ჰქვია. კარგად ბრძანდებოდეთ.